ჟურნალისტი საუბრობს, რომ მას გააჩნია კონკრეტული ფაქტი, ანუ ლევან გაჩეჩილაძის ხელით დაწერილი მოთხოვნა. ამიტომ ამ ძალიან წრარად და მშვიდად მეც ვეუბნები იმ ჟურნალისტს და მე მგონი თქვენს და ყველა, რომ თუ ეს ფაქტი აქვს, გამოამზევროს. მე არ მგონია რომ ჟურნალისტი ისე უნდა იყოს ჩართული. გამორიცხავთ რომ არსებობდეს მართლაც ასეთი ხელნაწერი. მე ვერც გამოვრიცხავ, ვერც ვადასტურებ და საერთოდ ვერაფერს ვერ ვიტყვი ამ თემაზე. მე ერთ რამეს გამოვრიცხავ, რომ 2008 წლის იანვარში ლევან გაჩეჩილაძემ მიიღო რაიმე პოლიტიკური გადაწყვეტილება, აქეთ წასვლის, იქეთ წასვლის, იქ შეკრების, იქ არ შეკრების, იმის გამო, რომ მას ჰქონდა რაღაცა ფარული შეთანხმება მიხეილ სააკაშვილთან. მე ამას გამოვრიცხავ და მე ამისი ეჭვი რომ მქონოდა ან მაშინ იანვარში რამე საფუძველი მქონოდა, ან მას მერე მე პირადად ლევან გაჩეჩილაძესთან ერთად რაიმე საქმეში ვერ ვიქნებოდი. არა და ჩვენ მაშინაც გვიწევდა ერთად ყოფნა და შემდეგაც. მე ამას გამოვრიცხავ, რომ ლევან გაჩეჩილაძემ 2008 წლის იანვარში რაიმე გადაწყვეტილება მიიღო იმის გამო, რომ ან მან ვინმეს რამეს თხოვა, ან ვინმე მას რამეს შეპირდა. ანუ გადაწყვეტილებას ოპოზიციური ლიდერები ერთდროულად ყველა გადაწყვეტილებას შეკრების შესახებ, შეკრების ადგილის შესახებ, გადაადგილების შესახებ და ასე შემდეგ, ეროვნული საბჭო იღებდა კოლექტიურად. ცხადია იყო ასთა სხვადასხვაობები. ცხადია იყო განსხვავებული მოსაზრება, მაგრამ ჯამში აი რა განსაკუთრებით ასთა სხვადასხვაობას დღევანდელი გადასახედიდან ძალიან საინტერესოა მაგრამ ერთი საკითხი რომელიც იმიტომ ბატონო დავით რომ იმ დღეს საზოგადოების ერთი ნაწილი ოპოზიციის დისჩეცდომად მიიჩნევს რომელმაც შემდეგ ხალხში ნიჰილიზმი აი ამ თვალსაზრისით მეორე ნაწილი სხვა პოზიციაზეა ამიტომ იმ შეხვედრების და საერთოდ იმ პერიპეტიების გახსენება და ანალიზი თუ სწორედ ამ კონტექსტში იქნება მე მგონი ეს ჭირდება ქვეყანას და საქართველოს ოპოზიციასაც და ზოგადად ჩვენს ცხოვრებას ჭირდება ამისი გაანალიზება. აი ამ თვალსაზრისით მე მგონია რომ არ იქნება დროის კარგვა რაღაცების გახსენება. და ისიც რომ მაშინაც იყო ასთა სხვადასხვაობა და დღესაც რჩება რა მიმართულებით ჯობდა წასვლა, ეს არის კარგად გასარკვევი და გასარჩევი. მე მაგალითად მგონია დავით უსუფაშვილს რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარეს და რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელს ამ შემთხვევაში პარტიულ პოზიციას მოგახსენებთ, ჩვენ ვთვლით რესპუბლიკელები, რომ მაშინ ყველამ ერთად ჩვენც და მთელმა ოპოზიციამ დაუშვით შეცდომა. რა იყო ეს შეცდომა? ჩვენ ან უნდა გქონოდა იმისი ძალები, იმისი რწმენა, იმისი ასე ვთქვათ, საჭირო ბერკეტები, რომ სწორედ ქუჩაში ბევრი ხალხის მეშვეობით მიგვეღწია ხელისუფლების გადაყენებისთვის. არ ქონდათ ამის ბერკეტები? არ ქონდა, იმიტომ რომ ყველას ერთი წამი დავასრულებ, ხო? მეორე არჩევანი რა იყო? მეორე არჩევანი ის იყო, რომ აი ამ შეხვედრების დროს, სწორედ, რაზეც ახლა ამდენი ამბავია, იმ შეხვედრებზე მართლა საქმეზე საუბარი რაზეც იყო და იქ იკვეთებოდა ის ბერკეტების პაკეტი, გარკვეული ბერკეტების, რომლითაც ოპოზიცია მოახერხებდა საპარლამენტო არჩევნებზე სერიოზული წარმატების მიღწევას. ჩემი ვარაუდით, დღესაც რომ უყურებ მოვლენებს, ისე რომ წასულიყო საქმე, ძალიან დიდი ალბათობით ჯამურად ოპოზიცია უმრავლესობას იღებდა პარლამენტში. თუ კი ჩვენ ამ გზას დავადგებოდით, ანუ აი იმ გაყალბებული არჩევნებით დაზარალებულ და დასუსტებულ ხელისუფლებას, რომელსაც ქონდა ძალიან სერიოზული შიში ასევე იმისი რომ ქუჩაში და ზოგადად საზოგადოებაში იყო ასეთი მუხტი. აი ამის გამო იყო სააკაშვილი რაღაცა დათმობებზე წამოსვლელი. ჩვენ იმ დათმობებზეც უარი უთხარით, იმიტომ რომ ანუ ოპოზიციამ ვერ მიიღო ვერაფერი, თუმცა მიხეილ სააკაშვილმა მიიღო ის რაც ჯამში ეროვნული საბჭოს პოზიცია ასეთი იყო, რომ ჩვენ ასე გამორთმეული მისგან არაფერი არ გვინდა, ამას ბრძოლით მოვიპოვებთ. მე კარგად მახსოვს მაშინდელი ეს თქვა დებატები შიგნით მე მაგალითად ვთვლით რომ სწორედ ბრძოლით გვაქვს ახლა ეს მოპოვებული გვინდოდა პრეზიდენტის შეცვლა თუ ამას ვერ ვახერხებთ მაშინ ამ ბრძოლით რაც მოვიპოვეთ ის შედეგი მაინც მივიღოთ რომ შემდეგი ბრძოლა გაგვიადვილდეს მაგრამ იყო ასეთი განწყობა რომ თუ ჩვენ ახლა ამაზე დავთანხმდებით ხალხი ვერ გაგვიგებს და ამიტომ სულ დავიკარგებით იმ საპარლამენტო არჩევნების დროს. ეხლა მე რას ვაპარაკობ? უყურეთ, ჩვენ ან ერთ გზას უნდა დავდგომოდით და ორივე გზა რისკიანია. ორივე გზა მოლიპულია და გარანტირებულად არც ერთ მხარეს არ იყო წარმატების, რა ქვია, გარანტია. ჯამში გამოვიდა ისო, ჩვენ ვერც ერთ გზას ვერ მივყევით ბოლომდე. ეხლა რატო ვერ გავყევით ხალხის მეშვეობით? დიდი ბოდიში რეკლამის დროა მე მაინტერესებს რატომ მოხდა ეს ასე და რა მთავარი შეცდომა დაუშვა ოპოზიციამ, თუმცა ამის შესახებ საუბარს გავაგრძელებთ სარეკლამო ბლოკის შემდეგ გადაცემაში რეკლამის დროა.
თქვენ ყურებთ პირდაპირ საუბარს, ჩვენი სტუმარია დავით უსუფაშვილი. ბატონო დავით, გავიმეორებ შეკითხვას, რატომ მოხდა ისე, რომ ამ შეხვედრის შედეგად ოპოზიციამ ვერ მიიღო ვერაფერი, ხოლო ხელისუფლებამ მიიღო ზუსტად ის, რაც მას სჭირდებოდა. ანუ ხალხი არ დაიძრა და არ ჩაშალა ინაუგურაციის ცერემონიალი. ოპოზიციამ მაინც გააჩერა ხალხი. ცალ-ცალკე გავაანალიზოთ ეს გზები. მე ვთვლიდი და დღესაც ვთვლი, რომ ხალხის დაძვრა მაშინ და ინაუგურაციის ტერიტორიისკენ წაყვანა ეს იქნებოდა ჩემი აზრით გაუმართლებელი ავანტიურა პოლიტიკური ლიდერების მხრიდან, რომლებიც იმ კონკრეტულ მომენტში აყვებოდნენ ემოციებს თავადაც და ხალხი ცხადია იყო ემოციური და მე მესმის თითოეული მათგანის ვინც იქ იყო და ასე ვთქვათ, გადადგამდნენ არა პოლიტიკურად სწორნაბიჯს, არამედ ემოციურად და მე არ ვიცი ბოდიშვიხტი თუ ვინმე სწორად ვერ გამიგებს, მაგრამ აი მხოლოდ ვაჟკაცობა რო ქვია, იმიტომ რომ პოლიტიკაში მხოლოდ ვაჟკაცობა არ კმარა, იქ კიდე ჭკუა და გონება და რაღაცა უნდა დაატანო რა შედეგს გამოიწვევდა, რას გულისხმობთ კონკრეტულად? აი რას გულისხმობ, უყურეთ, ამდენი ხალხით პოლიტიკური შედეგის მისაღებად. ჩვენ გქონდა ბევრი რამ, ხალხი პირველ რიგში და ის განწყობა რაც იყო საზოგადოებაში, მაგრამ გვაკლდა ორი აუცილებელი კომპონენტი ხალხის მეშვეობით ხელისუფლების შესაცვლელად. პირველი, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტის არქონა, ეს არის ხელისუფლების შიგნით შესაძლო მოსალოდნელი დასაყრდენის არარსებობა. ვერც ერთი ხელისუფლება ვერ დამისახელებთ ვერანაირ მაგალითს მსოფლიოში, რომ ერთ მშვენიერ დღეს ეს არის და აღარ არის. ხელისუფლება როგორც წესი იყოფა, იბზარება. ამის საუკეთესო მაგალითი ალბათ ვარდების რევოლუცია. ვარდების რევოლუცია, რა თქმა უნდა. და ეს არანაირად არ არსებობდა არც ერთი წყაროთი და არც ერთი ინფორმაციით. პირიქით, ანუ ხელისუფლება იყო მონოლითური იმ პერიოდში. მონოლითური ხელისუფლება, გაკონტროლებული ხელისუფლება, ჩვენ გქონდა ვითარება, რაც ვიცოდით, მოდიოდა ეს ინფორმაცია და გადამოწმებული, რომ სამართალდამცავ სისტემაში პარტიული კომისრები იყვნენ ჩამსხდარი იმ ადგილებზე, სადაც გადაწყვეტილებები იყო მისაღები. რომ ჩვეულებრივ, თქვათ, კაპიტანს ან პოლკოვნიკს ან ვიღაცას, თქვათ, სპეცნაზელს, რამე ნერვი არ შეტოკებოდა და უკან არ დაეშვა. და შეცდომა არ დაეშვა. შეცდომა, ანუ ესე იგი, უკან დახევის თვალსაზრისით. უკან დასხევის ან ხალხს არ ესროლო და ასე შემდეგ. პირიქით, მობილიზებული იყო ეს ყველაფერი. არ იყო ხელისუფლების ჩაგეკითხებით ზუსტად მაგმართულებით. არსებობს ინფორმაცია, რომ სააკაშვილი გემუქრებოდათ, რომ ხალხს დაბომბავდა ვერტმფრენებიდან. იყო მართლაც ასეთი მუქარა? მუქარა, არ ვიცი, ეს მუქარა გნებავთ, მუქარა დაარქვით, გნებავთ ისტერიული გამოხტომა, რაც გნებავთ ის დავარქვათ, მაგრამ იმ შეხვედრის დროს მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა 5-7 წუთიანი ასეთი მონოლოგი, როდესაც ის საუბრობდა თავის როლზე. ის ამბობდა, რომ დიახ, მას მიაჩნია, რომ უნდა დაიცვას ქვეყანა არალეგიტიმური ხელისუფლებისგან, არეულობისგან, სისხლისღვრისგან, ხელისუფლების არაკონსტიტუციური ცვლილებისგან, რასაც მოყვება ამდენი უბედურება და ის როგორც ხელისუფალი და მისი გუნდი, ნაციონალური მოძრაობა, რა თქმა უნდა, ყველაფერს გააკეთებს ამისთვის. ის ამბობდა ასეთ რამეს, ძალიან მარტივ რამეს, რომ ჩვენ არ ვართ შევარდნაძის ხელისუფლება, რომლის ერთი მინისტრი ალთას დარბოდა, მეორე ბალთას. რომლის მინისტრის მოადგილეს თავისი რაღაცა ის ყავდა სპეც ჯგუფი, რომელსაც შეეძლო სხვადასხვა გადასულიყო. ის ამბობდა, რომ მას ყავს ამდენი ტანკი, აქვს ამდენი თვითმფრინავი. ძალიან კარგად მახსოვს თვითმფრინავებზე რო გადავიდა, აი გავაჩერეთ, რომ მოიცა, ეხლა რას გველაპარაკებ თვითმფრინავიდან ესვრი ხალხს? ის ამბობდა, მე თვითმფრინავები იმიტომ ყავს, რომ დავიცვა სახელმწიფო და სახელმწიფოს დასაცავად თუ საჭირო გახდა, ამას გავაკეთებ. ეხლა ეს მე ამ თავისთავად მისი ამ გამოხდომიდან, ამ ისტერიული, რა ქვია, საუბრიდან და საუბარი ვერ შეუძლებელია მას ეწოდოს, თავისთავად აქედან არ გამიკეთებია მე დასკვნები და არც ლევანს და არც სხვას. ჩვენ გქონდა სხვა მტკიცებულებები იმისა, რისთვის იყო ის მზად. მაგრამ რეალური იყო საშუალება, ბატონო, იმიტომ გეკითხებთ, რომ იმ დღეებში ძალიან ბევრი უცხოელი იმყოფებოდა საქართველოში. აი ზუსტად ამაშია საქმე, უყურეთ, ზუსტად ამაშია საქმე. სააკაშვილის ჩანაფიქრი იყო ასეთი, რომ 7 ნოემბრის დარბევა მას ჰქონდა პრობლემურ თემად ნაქცევი იმ მომენტშიც და მერე ბევრმა გაიგო ბოლო-ბოლო, რომ იქ მან გაუმართლებლად გამოიყენა ძალა და რაღაცა მორალური სიმართლე იყო ოპოზიციის მხრიდან. მისი, ასე ვთქვათ, ვარაუდი მის თავში დანახული ეს გეგმა, რომ თუ ინაუგურაციის დღეს ხალხი წამოვა და შეეცდება რაღაცა, ვთქვათ, იმ უსაფრთხოების ხაზის გარღვევას და მოდის რაღაცა მოთხოვნით. რა მოთხოვნა იყო იქ? რომ შენ არ ხარ პრეზიდენტი, ესაა პრეზიდენტი, ხო? ეს ხო არ იყო რა სხვა მოთხოვნა უფრო დაბალი რანგის. სწორედ CNN-ის და სხვა ტელეკამერების წინ, სწორედ უცხოელი პრეზიდენტების იქ ყოფნის გამო და იქ ყოფნით, უნდოდა მას ესარგებლა. რომ აი მე სწორედ მიპირისპირდება ეს გაუგებარი, გავეშებული, არ ვიცი, ისეთი მაგრამ ეს იქნებოდა სროლის შემთხვევაში გამართლება უცხოელების თვალში, სროლის შემთხვევაში გამართლება იქნებოდა. მე აგეუბნებთ იმას, რომ
ანუ რამდენად იყო რეალური რომის ძალადობრივ მეთოდებს გამოიყენებდა ეს მაინტერესებს. მითუმეტ 7 ნოემბრის კომპლექსის მე გეუბნებით რომ სწორედ 7 ნოემბრის კომპლექსიდან გამომდინარე, როდესაც მან გამოიყენა 60 მენდილზე და ჩაიდინა ის უბედურება, იმ უბედურების გადასაფარავად ორჯერ იმაზე დიდი უბედურების გამომყენებელი იყო თან იმ შემთხვევაში, როდესაც ის შეეცდებოდა და გამოუვიდოდა ჩემი აზრით, რომ დანარჩენ მსოფლიოს დაენახა ის, რომ მოძალადე ლიდერებმა ხალხი მიუსიეს იმ სიტუაციას, როდესაც მსოფლიო ქვეყნების პრეზიდენტები დგანან იქ, მსოფლიო აღიარებს, რომ კი ეს არის პრეზიდენტი და აქ ვიღაცეები და იქ მომზადებული გეგმები იცით, პატარკაცშვილის მიერ ინსპირირებული, ხო ასე რქვა იმ მოძრაობებს, რუსეთის მხრიდან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ იმ სწორედ რომ 7 ნოემბრის ჩამდენს 7 ნოემბერი კვადრატში გაუჭირდებოდა, არ გაუჭირდებოდა, პირიქით მას ჭირდებოდა იმისთვის, რომ ყველაფერი გადაეფარა. მაგრამ ეხლა მე ერთი წამი თუ შეიძლება ეს რომ მივიყვანოთ ბოლომდე. კი ბატონო. მეორე ძალიან სერიოზული კომპონენტი, რაც არ ქონდა იმ ხალხის ძალით ხელისუფლების შეცვლის გეგმას თუ სქემას თუ მოდელს, ეს იყო საერთაშორისო მხარდაჭერა. საერთაშორისო მხარდაჭერა ჩვენ მაშინდელმა ოპოზიციამ იმ ძალამ ვერ მოვიპოვეთ. ეხლა რატო ვერ მოვიპოვეთ? ეს ბევრი რამისგან შემდგარი საკითხია. მე რომ მკითხოთ აქ სიღრმისეული ანალიზია საჭირო. მაგალითად, იმიტომ ვერ მოვიპოვეთ, რომ 2 ნოემბერს შეიკრიბა თუ არა ხალხი კონკრეტული მოთხოვნებით, ბათიაშვილის გათავისუფლება, არჩევნები კონსტიტუციურ ვადებში და შემდეგ. ჩვენ ის მოთხოვნა ვერ შევინარჩუნეთ 2 დღე მაინც. სანამ მალევე რატომ კიდე ცალკე თემაა? იმიტომ რომ უცებ გაჩნდა იქ ლოზუნგი, როდესაც ვიდეო და თათბირი ფრაქციის ოთახში ვიყავით, გამოვიდა ერთ-ერთი ჩვენთაგანი და იქ უკვე ითქვა რომ შეიცვალა ყველა მოთხოვნა, ვინაიდან ამ წუთში არ დაგთვალხდნენ ამაზე, დაგჭა ერთ-ერთი მოთხოვნა სააკაშვილის გადაყენება. ანუ თქვა შეთანხმებულები არ იყავით ერთმანეთში? ალბათ ეკა ეტყობა რამე ქართულ პოლიტიკას და ჩვენს ცხოვრებას რამე იმისი რომ შეთანხმებულია და შეთანხმებები დაცულია ხოლმე. იმიტომ რომ ყველაზე კრიტიკულ მომენტში, როდესაც ჩემი აზრით ყველაზე მეტად არის საჭირო ის, არ ვიცი რა ქვია მაგას, სიბძნე თუ გონიერება თუ რაღაცა, მაშინ ხდებით ხოლმე ყველაზე უფრო ემოციურები, ყველაზე უფრო შემტევები და მაშინ გენერლები იქცევიან ხოლმე ყველაზე უფრო მამაც ჯარისკაცებად. არა და გენერლის თუ არ ვიცი იმ შემთხვევაში რომ დაუძახე ვიღაცას ხალხო მოდი აქ შენ მოგეკითხება მე საით უნდა გაიწიო და როგორ უნდა გაიწიო და ნუ აქ ჩვენთან ძალიან მარტივად წდება ეს ამბავი რომ ქუჩის ლიდერობა არის ის რომ იყო წინახაზე და შუბლით მიაწვე და ეს და შედეგი ცოტა სხვა რამეა მე რომ მკითხოთ ამ ტიპის მოქმედებებმა მნიშვნელოვნად წილად შეუწყო ხელი იმას რომ პოლიტიკურად გარდაცვლილი სააკაშვილი ორჯერ აღდგა ფერფლიდან აგვისტოს ომის შემდეგ და შემდეგ კიდევ. მაგრამ ერთი წუთით რა ვთქვათ, იცით? თუ მაინც ამ გზას გავყვებოდით და ხალხით უნდა გაგვეკეთებინა რამე, ეს ვერ მივიდა ბოლომდე, იმიტომ რომ ვინც წინააღმდეგი იყო იმ პაკეტის აღების და მოპოვებული შედეგის გამაგრების მაინც ვინ იყო წინააღმდეგი შეგიძლიათ დაასახელოთ? აი მე ეხლა არ დავასახელებ. აი მე მზად ვარ მოვიწვიოთ ეს ხალხი და გავარჩიოთ, კი არ ვიჩხუბოთ. იმისთვის რომ ხვალ და ზეგ უკეთ გამოგვივიდეს საქმე, ამისთვის გავარჩიოთ. ანუ ვინ წინააღმდეგი იყო იმ პაკეტის აღების, ვერც ის გეგმა და სქემა მოიფიქრა, რომ ამ ხალხით რა გავაკეთოთ, გაუშვათ ხალხი და მერე რა, იმიტომ რომ კიდე გითხარით, ფინანსები არ არის, საერთაშორისო მხარდაჭერა არ არის, ხელისუფლების შიგნით მხარდაჭერის მოლოდინი არ არის. მაშინ რა უნდა ქნა? და ამასობაში უარი თქვა მეორე გეგმაზე. ამიტომ ანუ მეორე გეგმაში გულისხმობთ ხელისუფლების მიერ იმ ბერკეტებს, რომელსაც თქვენ ისინი თავაზობდნენ. იმ ბერკეტების აღებაზე, რომელზეც იყო საუბარი.